მოგესალმებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტი აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების შესახებ საზოგადოების ყოველთვიურ ინფორმირებას. 2013 წლის სექტემბრის თვე საქართველოში სულ განისაზღვრა 507,082 ვიზიტით, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე მეტი არის 15.1%-ით. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ამ დროისათვის ქვეყანაში უკვე 4,075,600 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით არის 25%-ით მეტი. და თითქმის ეს მაჩვენებელი გაუტოლდა 2012 წლის სრული კალენდარული წლის მონაცემებს, ანუ 2012 წელს შემოსული ვიზიტორების 92% ამ პირველ 9 თვეში უკვე შემოსულია საქართველოში წელს. ამასთან შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით მონაცემთა ურთიერთმიმართება არის შემდეგი. ტურისტი სულ განხორციელდა ტურისტთა 1,614,712 ვიზიტი, რაც შეადგენს ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 39.6%-ს და მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით. ტრანზიტი 886,504 ვიზიტი, რაც შეადგენს ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 21.8%-ს და მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 59%-ით. და სხვა ტიპის ვიზიტი, ეს არის სულ 1,574,384, საერთო რაოდენობის 38.6% და მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით. რაც შეეხება მონაცემებს საქართველოში ვიზიტებისას სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეების მიხედვით, კვლავ იგივე კვოტის სტატუს quo ნარჩუნდება, ანუ ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ განხორციელდა თურქეთიდან, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა და ირანი და თითოეული ამ ქვეყნიდან არის მატება. ასევე პოზიტიური თენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ტრადიციულ პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრიას, ვინაიდან ამ ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტები ყოველთვის ბოლო თვეებშიც იყო ევროკავშირიდან გამორჩეული, დაემატა საფრანგეთი, გერმანია, იტალია. საფრანგეთიდან 19%-ია მატება ვიზიტორების, იტალიიდან 18%, ხოლო გერმანიიდან 16%. შუა აზიის ქვეყნებიდან გამოირჩა ყაზახეთი, ახლო აღმოსავლეთიდან ისრაელის მოქალაქეები მატება არის 35%, ხოლო აღმოსავლეთ ევროპიდან ბელორუსიის მოქალაქეები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 60%-ით მეტია ამ ქვეყნის მოქალაქეთა ვიზიტი საქართველოში. და ასევე საზღვარგარეთასთან მიმართებაში ცალკე აღსანიშნავია, რომ გაიზარდა საქართველოს მოქალაქეთა აქტივობაც. მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 23.2%-ით მეტი არის საქართველოს მოქალაქე შემოსული ქვეყანაში. მადლობთ ყურადღებისთვის.